დღეს მონაწილეობა მივიღე სტრასბურგში ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში, სადაც განიხილებოდა მიგრაციის პოლიტიკის მართვის აქტუალური საკითხები. აღნიშნული კონფერენცია მოწვეულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ. ამ კონფერენციაზე ვისაუბრეთ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ასევე კონფერენციის ფორმატში ორთვევი შეხვედრები გავმართეთ სლოვაკეთის იუსტიციის სახელმწიფო მდივანთან და მონაკოს იუსტიციის მინისტრთან. აღნიშნულ შეხვედრებზე ჩვენ ერთმანეთს გაუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი სამინისტროების შესახებ, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მდგომარეობით არსებობს თანამედროვე მსოფლიოში და დავსახეთ ურთიერთთანამშრომლობის გზები. მე ჩვენი კოლეგები მოვიპატიჟე 2026 წლის ივნისის ფორუმზე, გაეროს ფორუმზე, რომელიც გაიმართება საქართველოში და მიძღვნილი იქნება საჯარო სერვისებისათვის. ევროპის საბჭო ისევე როგორც მისი კონვენცია და სასამართლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ რთულ პერიოდშიც კი შეგვიძლებოდა საერთო გადაწყვეტილებების პოვნა, ერთად პროგრესის მიღწევა და დიალოგისთვის ყოველთვის ღიად დარჩენა. დღეს ახალი გამოწვევების სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობისა და მისადაგების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ. ყველა საკითხი ღიად უნდა განვიხილოთ და საერთო ძალებით ვიმუშაოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოსაძებნად. სწორედ ამას ემსახურება ეს მინისტერიალიც. ჩვენ საშუალება გვქონდა გაგვევლოთ ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პენიტენციური სისტემა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, სისხლის სამართლის ურთიერთდახმარება და სხვა თემები, რომლებიც მონაკოსა და საქართველოს აერთიანებს. ამგვარი ფორმატის შეხვედრების საშუალებას გვაძლევს ერთად ვიმუშაოთ და მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს. ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა მინისტრთან, მივიღეთ მოწვევა თბილისში საჯარო ფორუმზე და ველით სამომავლო თანამშრომლობას.